გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. გრანტის გამოყენება საქართველოზე მავნის ზემოქმედებისთვის ვეღარ მოხდება, მმართველი გუნდის საკანონმდებლო ცვლილებებს განმარტავს. დუმილით წახალისებული ძალადობა, ხელისუფლება ევროკავშირის ელჩისგან კითხვებზე პასუხს ითხოვს. პრემიერ-მინისტრი საწვავის იმპორტიორებს შეხვდა, ფასების რეგულირების მიზნით შეხვედრა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატით გაიმართა. რა განცხადებები გაკეთდა, ამას ნინო არღულიანი გვეტყვის. ნავთობ იმპორტიორებთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ჩვენ სწორედ ამ წუთებში ველოდებით ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებმაც შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან საუბარი არ ისურვეს. ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თქვა, რომ ბიზნესი, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, წინასწარ ფასების პროგნოზირებას ვერ შეძლებს, რადგან ფასები ნავთობზე დამოკიდებულია მსოფლიო სავაჭრო ბირჟაზე არსებულ მდგომარეობასთან. ის ამბობს, რომ პრემიერისგან ელოდებიან კონკრეტულ წინადადებებს იმის თაობაზე, თუ სად არსებობს სივრცე და რესურსი იმისა, რომ ნავთობზე ქვეყანაში ფასები შემცირდეს. გალფი, ვისოლი, სოკარი, რომპეტროლი ჯამში 7-მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი იმყოფება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში. დღეს ისინი სამთავრობო კომისიის ხდომაში იღებდნენ მონაწილეობას, სადაც მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც განიხილება, სწორედ საწვავზე ფასების შემცირება. ამ კომისიამ შეხვედრა უკვე გამართა მწარმოებლებთან, სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან. მთავრობის მთავარი მიზანია უახლოეს პერიოდში ფასების შემცირდეს სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის მედიკამენტებზე, საკვებზე, საწვავზე და სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს არის კონსულტაციების პირველი ეტაპი, გავივლით კონსულტაციებს საკოორდინაციო კომისიასთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ. თავდაპირველად ჩვენ გვინდა მოვუსმინოთ პრემიერ-მინისტრს და შემდეგ განვიხილავთ საკითხებს, რა თქმა უნდა. ყოველ დღე იცვლება მსოფლიოს სამთავრობო ბაზრებზე ფასები. აი რა იქნება, როგორი იქნება, რა გამოსავალი იქნება, აი ამას განსაზღვრავთ. ჩვენ ხო დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება. ჩვენ არ ვიცით პლაცების ფასები რა იქნება იმ დღეს. ამიტომ მოვლენებს წინ გავასწრებთ. დღეს მოვისმენთ ყველაფერს და ამის და მიხედვით ჩვენ განსაზღვრავთ შემდგომ რა შეიძლება იყოს და რა არა. ნავთობ იმპორტიორებთან შეხვედრა უკვე დასრულებულია. ვნახოთ რა განცხადებებს მოვისმენთ როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისგან, ასევე სამთავრობო კომისიის წევრებისგან. ნინო არღულიანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. თაღლითური სქემა და NGO-ების საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით ხელისუფლება გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კიდევ ერთხელ განმარტავს და მთავარ პრინციპზე აკეთებს აქცენტს. მათი თქმით, პოლიტიკის დაფინანსება ქართული ხალხის თანხმობის გარეშე არ უნდა მოხდეს. მეგინ არსავიძეა თემით პირდაპირ ეთერში. თაღლითური სქემა, რომლის მიზანია საქართველოში პოლიტიკაში იყოს უცხოური ფული და ასე მოხდეს გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. ასე აფასებენ სახელისუფლებო გუნდში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებს, რომლებსაც საზოგადოება უკვე წლები აკვირდება. მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ესტონეთში, მათ შორის მედიების ნაწილიც, უცხოეთიდან დაფინანსებული მედიების ნაწილიც სწორედ ესტონეთში დარეგისტრირდა სხვადასხვა მისამართებზე, მათ შორის ერთ კონკრეტულ გაურკვეველ მისამართზე არის დარეგისტრირებული რამდენიმე ორგანიზაცია, მაგალითად გიგაურის, ლომჯარიას ორგანიზაციები, სადაც მარტივად დგინდება, რომ შენობა, რომელიც მითითებული აქვთ მისამართის მიხედვით, არ წარმოადგენს რაიმე ოფისს. ამ ყველაფერს კი აკეთებენ იმისთვის, რომ კანონს გვერდი აუარონ და დარჩნენ გაუმჭვირვალეები, რისთვისაც ისინი წლებია იბრძვიან და ებრძვიან კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ ქმედებებში პრობლემას ისევ ვერ ხედავს ნაციონალური მოძრაობა, პირიქით ამართლებენ მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და
და ისინი აკრიტიკებენ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გრანტების კანონში. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ტრადიციულად ქრონიკის ზარებს არ პასუხობენ. დღეს მხოლოდ გვიპასუხა საერთაშორისო გამჭვირვალობიდან ზვიად ქორიძემ, თუმცა მას შემდეგ რაც გაარკვია თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვა და რომ ეს ეხებოდა ესტონეთში გაურკვეველ მისამართზე დარეგისტრირებულ ორგანიზაციას, მათ ორგანიზაციას მან ტელეფონი გათიშა. ბატონო ზვიად გამარჯობა. გამარჯობა. ტელეკომპანია იმედიდან გიკავშირდებით. თქვენ ორგანიზაციასთან საერთაშორისო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ესტონეთში არსებულ სათაო ოფისთან დაკავშირებით. პირველ რიგში რომ გითხრათ თუ შეძლებთ სატელეფონო კომენტარით, რატომ გაქვთ? ფარსო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარეობს თევნა, ცდილობენ რომ ამ ხალხს საერთოდ აღარ ქონდეს დაფინანსება და ცდილობენ რომ ეს ხალხი საერთოდ აღარ იყოს საქართველოში. ჩვენ დავუსვით კითხვები და გავაგზავნეთ კითხვები საელჩოებში იმასთან დაკავშირებით, რომ იყვნენ თუ არა კონკრეტული საელჩოები ამ სქემაში ჩართულები და ეხმარებოდნენ თუ არა საკუთარი გრანტებით ან კონკრეტული დაფინანსებით იმ სქემას, რომლითაც მოქმედებს საქართველოში არაერთი ორგანიზაცია, ანუ გასცეს თუ არა გრანტები ამ კონკრეტული ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ველოდებით საელჩოების პასუხს, რომელთა პასუხისმგებლობასაც მათ შორის სახელმწიფო გუნდი ხედავს. რაზეც საუბრობდა ევროკომისარი ქალბატონი კოსი, რომ ეძებენ გზებს, რომ კანონის გვერდისავლით როგორ მიაწოდონ თანხები მათ NGO-ებს, აი ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით, საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს შიდა და საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ცდილობისა. ერთ მისამართზე, ერთ-ერთ, რა ვიცი, ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ჩვეულებრივად ყალბი NGO-ები რეგისტრირდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან და ერთადერთი ამ ყალბი NGO-ების დანიშნულება არის იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით. ჩვენ ქართულმა ხალხმა მოგცა მანდატი, რომ მოგვეწესრიგებინა, დაგვერეგულირებინა საქართველოში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი პოლიტიკაში. ქართულმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და მან თქვა, რომ საქართველოში არაფერი ესაქმება უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, ეს იქნება რუსული ფული, ეს იქნება გერმანული ფული, ეს იქნება ფრანგული ფული, ესტონური თუ ჰოლანდიური თუ ევროკავშირული. არც ერთ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობა ითვალისწინებდეს სათანადო გარანტიებს, რათა თუნდაც აი ამგვარი თვალთმაქცური სქემების გამოყენებით რაღაც ეგრეთ წოდებული ოფისების გამოყენებით, რომელიც რეალურად არის ფაქტობრივად შენობის ნანგრევი, ვერ ახერხებდნენ აღნიშნული პირები იმას, რომ შემოვლითი გზებით კანონმდებლობის გვერდისავლით მაინც განახორციელონ საკუთარი მიზნები, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ძალიან სერიოზულ ევსბადებს იყოს კეთილსინდისიერი და იყოს სარგებლის მომტანი საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და საქართველოს მოსახლეობისათვის. ვერავინ ვერ შეძლებს, რომ კანონის გვერდისავლით განახორციელოს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული საქმიანობა საქართველოში და ის ფაქტი, რომ ეს ორგანიზაციები დგანან რიგში და რეგისტრირდებიან ესტონეთში და მათი მისამართები არის ხან ლიანდაგებზე, ხან ქოხებში და ასე შემდეგ, ეს არის არა მარტო არაკეთილსინდისიერება, არამედ უპატივცემულობა საქართველოს მიმართ. და ფაქტობრივად შეიძლება ეს ფულის გათეთრების ნიშნებსაც შეიცავდეს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე ჩვენ შესაბამისი პასუხი გქონდეს. სახელმწიფო გუნდის პოზიცია არის, რომ თუ ვინმეს უნდა რაიმე მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მოახდინოს გავლენა, მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში კითხოს ქართველ ხალხს, არის თუ არა თანხვედრაში მათი მიზანი ქართველი ხალხის ინტერესებთან. ეს მეგინარ სავიძე იყო. რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი 4 ოქტომბერს განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? ხელისუფლების ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. მართველი გუნდის შეფასებით სწორედ ეს დუმილი ახალისებს ძალადობას. ნინი გოგიშვილი მუშაობს თემაზე, ის პირდაპირ ეთერში გვერდება.
ძალადობაზე, სიძულვილის ენაზე, ხელისუფლების დამხობის მცდელობებზე დუმილია, რადგან ეს პროცესები უკვე დიდი ხანია ბრიუსელის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამიტომ რაც ამს ევროკავშირის ელჩი საქართველოში დუმილს დაარღვევს და მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებს დაგმობს, ბრიუსელის ლეგიტიმაცია დასრულდება. ასე აფასებს ქვეყნის პირველი კანონმდებელი ელჩის დუმილს და განმარტავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან უკვე ღიად ისმის საქართველოში ძალადობრივი პროცესების წახალისება და იმის მცდელობა თუ როგორ დააფინანსონ ეს პროცესები. ამიტომაც მართველი გუნდის განმარტებით უკვე დიდი ხანია ისიც ცნობილია, რომ ბრიუსელი ევროპული ღირებულებებს გაცდა, რისი დასტურიცაა, რომ ნაცვლად იმისა, რომ გაერთიანებამ უზრუნველყოს საზოგადოების განვითარება სამართლიან გარემოში, ისინი ახალისებენ დეზინფორმაციის ახალისებას და აფინანსებენ კიდეც. ამიტომაც სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ახლა საქართველოში პროევროპულობა ასე გამოიყურება. ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების უარყოფა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. ეს არის გამიზნული პოლიტიკა საქართველოში ძალადობისთვის სულის ჩადგმის. 4 ოქტომბერი არის ზუსტად აი ამ დუმილის შედეგი და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დუმილზე უარესი იყო, არათუ დუმილი იყო, პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესპიკერმა ხელისუფლების დამხობის სცენარს, რაც არის კატასტროფა, საერთოდ კატასტროფა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, მოგიწოდებთ, სადაც შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, დაუსვათ ეს კითხვა. რატომ არ გმობს ცალსახას და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი ითქვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ მომენტში ის ადამიანები, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, მათ გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. დღეს ევროკავშირი დუმს იმ ყველა ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც პირველ რიგში ევროკავშირის დროშის ქვეშ კეთდება, ეს არის სამარცხვინო და ეს პირველ რიგში ეწინააღმდეგება იმ იდეოლოგიას, რის გამოც იყო ეს გაერთიანება შეკრებილი. ჩვენ ვნახეთ, როგორც 4 ოქტომბრის ძალადობა, ვნახეთ თავდასხმა, როგორც დაფინანსებული NGO-ების მხრიდან, ასევე ზიზღის ენა, რაც პირველ რიგში არც ქართულია, არც ეროვნულია და არც რაიმე ტიპის მომავალს უქადის ჩვენ ქვეყანას. პროევროპულობა სამწუხაროდ კონკრეტულად ჩვენთან დამოკიდებულებაში იქცა არჩევნების შედეგების უსაფუძვლოდ არაღიარებაში და სახელმწიფო გადატრიალების ცდელობის წახალისებაში. არ უნდათ ჩატარებული არჩევნების, მათ შორის მათივე ოდერის და ეუთოს დასკვნის აღიარება, მაგრამ უნდათ 4 ოქტომბრის მიტინგის მოწოდებების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა და რეალიზაცია. ისინი უკვე ღიად და აშკარად საუბრობენ იმაზე, რომ მათ არ სურთ დემოკრატიის პრინციპების დაცვა, არც საქართველოსთან მიმართებაში და არც სხვა ქვეყნის მიმართებაში. ჩვენ ვიხილეთ გასული თვეების თუ წლების განმავლობაში, როდესაც მათი მაღალი რანგის ჩინოსნები პირდაპირ თანადგომას უცხადებდნენ ძალადობრივი ამბოხების მონაწილეებს, პირდაპირ აფინანსებდნენ ძალადობას და მოლოტოვის კოქტეილის სროლას და პირდაპირ ხელს უთხოვდნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას. შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს წერილი ჯერ კიდევ გასული წლის მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე ეს წერილიც უპასუხოა არა და ამ წერილში კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი, თუ როგორ ახდენენ ადამიანები ძალადობას, მათ შორის მართველი გუნდის წევრების მისამართით, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით უკვე გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი ძალადობაზე დუმს. ნინი გოგიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური ინსტრუმენტია, მიზანი კი ქართველი ხალხის შანტაჟი და დაშინება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით არ არსებობს კითხვა, რაზეც ხელისუფლებას პასუხი არ აქვს.
მოსკოვის მექანიზმის არანაირი კავშირი ქვეყნის იმისთან არაფერს არ აქვს. ეს არის მოხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ შეადგენს საკუთარ ანგარიშს, მოსაზრებებს და რეკომენდაციებს. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია. იცით ვინ არის ინიციატორი ამ მექანიზმის შემოქმედებისა? პოლონეთი. მე რამდენადაც ვიცი, ეს ის პოლონეთი არის, შეგახსენებთ, ჯეიმს ბონდი ექიმი რომ შემოგვაპარა მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში, აი ეს ის პოლონეთია. ის პოლონეთის ხელისუფლების მიერ წარმოგზავნილი სპეც რაღაც აგენტისავით მოქმედი ექიმი რო იყო. მიზანი იყო შეექმნათ, ასე ვთქვათ, გარკვეული სცენარი, რომ თითქოს გამოიტანეს რაღაც მასალა და შემდეგ იმ კვლევაში იქ აღმოაჩნდნენ რკინებს, ტიტანიუმებს და კამიტებს მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში და შემდეგ ეთქვათ, რომ ეს სინამდვილეში იქ მფარულად მოპოვებული მასალა არის. დღემდე პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ვინც წამების სისტემის შექმნას სააკაშვილის გვერდში მდგომები არიან. ტუსკი გახდათ სახალხო პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის რომ მუდმივად აქ მისცენ საკვები რადიკალებს, რომ სალაპარაკო ქონდეს. მისი ის კი არა რასა იუკრევიჩიანის ჩამოსვლას უშვებთ საქართველოში. არა თუ ამაზე რასა იუკრევიჩიანესაც კი უშვებთ მეთქი, რომელიც ქართული ხალხის მიმართ ტრული და ფაშისტური რიტორიკით არის გამორჩეული. არანაირი საგამოძიებო მისია ეს არ არის. ეს არის, ასე ვთქვათ, მომხსენებლის ინსტიტუტი ან ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა საკითხზე მოქმედებს. სხვა შორის, მაგალითად, ესტონეთმა თვითონ ამოქმედა თავის თავთან მიმართებაში 90-იან წლებში ეს ინსტრუმენტი. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული 15 ადამიანის სასამართლო პროცესი დაშავებული სამართალდამცველის დაკითხვით განახლდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა დეტალურად გაიხსენა, რა ხდებოდა ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებულებს მათ შორის გიორგი ჩახუნაშვილს, ევა შანშიაშვილს და იადა რახველიძეს გამოძიება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ჩადენილს ჯგუფურად. 4 ოქტომბერს ვიმყოფებოდით ბაზაზე. ბრძანება მოგვივიდა, რომ უნდა გადავსულიყავით ათონელზე. ვიგებდით, რომ პრეზიდენტის სასახლეში აპირებდნენ შესვლას. რომ მივედით, ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეები ძალადობდნენ პატრულის თანამშრომლებზეც. აქციის მონაწილეების მხრიდან გვესმოდა გინება. გვესროდნენ სხვადასხვა ნივთებს. როდესაც შევედით ათონელის ქუჩაზე, 9 საათი იყო, მოწოდებები რომ დაშლილიყვნენ. ამის მიუხედავად სხვადასხვა საგნებს და ნივთებს ისროდნენ. ისროდნენ უმეტესად ქვებს ჩვენი მიმართულებით. ნაგვისურ ქვებით მოპირკეთებულ ღობეებს ანგრევდნენ. მე მომხვდა ეგრეთ წოდებული ფილა თავის არეში. ჩაფხუტით ვიყავი, გასკდა ჩაფხუტი. ამ დროს ჩემი თანამშრომლები დაშავებულები გადაყვავდა უსაფრთხო ადგილას. სხვისი ჩაფხუტი მოვირგე. ჩემ წინ განლაგებულები იყვნენ აქციის მონაწილეები და იქიდან ისროდნენ ქვებს. ხოვის ქუჩაზე გადავინაცვლეთ. იძახოდნენ გადმოდით ჩვენ მხარეს. გვეძახდნენ რუსის მონებს, ღორებს, გვაგინებდნენ. ჩვენ ამ ყველაფერს ვითმენდით მაქსიმალურად. დიდი ზომის ქვა მომხვდა თავის არეში. ფიზიკურად აღარ შემეძლო საქმიანობა გაგრძელება, გულისრევის შეგრძნება მქონდა, ძლიერი თავის ტკივილი, ფეხზე ვეღარ ვიდექი, სამჯერ მომხვდა ქვა. დაახლოებით 11-ის ნახევარზე გადამიყვანეს ქავთარაძეზე საავადმყოფოში. მე რომ მივედი სასწრაფოში 3 ადამიანი იჯდა დაშავებული. ჩემი თანამშრომლები იყვნენ. ზოგს ყბა ჰქონდა დაზიანებული, ზოგს ტუჩი გახეთქილი. გადმოდი ჩვენს მხარეს რომ გეძახდნენ ეს შეურაცხყოფაა? როდესაც ადამიანები ანგრევენ ქვეყანას და საკუთარ ქალაქს, მათ მხარეს გადასვლის მოწოდება კი შეურაცხყოფაა. პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი განათლების რეფორმასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმაზეც გააკეთა დღეს კომენტარი. შალვა პაპუაშვილის თქმით, რეფორმის მთავარი არსი და მიზანი ხარისხიანი განათლებაა. რეფორმასის დაანონსდა უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც იქნება ისტორიული რეფორმა საქართველოს განათლების სისტემისა, რომელიც თვისებრივად შეცვლის სასკოლო და უმაღლეს განათლებას საქართველოში. თბილისის ორივე უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორს და სტუდენტს ჩემი პატივისცემა დაუდასტურო, ყველას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გულწრფელი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას თითოეულს გაეცემა ამ კითხვას პასუხი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვა გვინდაო. იქვე იმავე აბზაცში აფრქვევენ ზიზღს ორივე უნივერსიტეტის პროფესორის და
რექტორების და ხელმძღვანელობის მიმართ, უბრალოდ ზიზღს ავლენენ. ზიზღს ავლენენ სტუდენტების მიმართ, ორივე უნივერსიტეტის და ამბობენ, თქვენ ჩვენთან არ იყავით ხო აქციებზე, ახია თქვენზე, ესე მოგივა თქვენ საზიზღრება. უბრალოდ ეზიზღებათ სტუდენტებიც, პროფესორებიც. მას შემდეგ რაც დაანონსდა განათლების რეფორმა, ყველა მიმართულებით ზოგადი განათლება იქნება უმაღლესი, ხედავთ ღრმად არაკომპეტენტურ მსჯელობას მათი მხრიდან, რომელთაც რო კითხო ამ სფეროში განათლება აქვს თითქოს მიღებული. ერთადერთი რაც ქვესო შენობების გაყიდვა, თითქოს რაზე ვსაუბრობ, წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობ, საუბრობთ უმაღლესი და ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების თვისებრივ რეფორმებზე. ერთადერთი აზრი რაც მოდის, შენობების გაყიდვა. არანაირი შენობების გაყიდვა თუ ასე ვთქვათ, გასუსხება არ არის. ჩვენი მთავარი არსი და აზრი არის ხარისხიანი განათლება. ერთი დიდი ერთიანი უნივერსიტეტი, ეს იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა. უბრუნდებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი შეხვდა საწვავის იმპორტიორებს. ჩვენ მოვისმინეთ მათი განცხადებები. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებმაც. საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები არის დაბალი, საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებული არის იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლების. თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საგრძნობლად ნაკლებია საქართველოში საწვავის ფასები, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ რა რესურსი შეიძლება მოვნახოთ ერთიანი ძალისხმევით იმისთვის, რომ საწვავზე ჩვენი საზოგადოებისთვის გაიაფდეს ფასები. პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლებელი კომისია. მინდა რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური, რაც შეიძლება საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს პროცესში და საბოლოო ჯამში კომისიის მიზანი არის, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავახმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯებით, რაც შედეგობრივად აისახება სამხმარო ფასებზე, კლების დინამიკაზე და მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, თუ კი ბიზნესი, საზოგადოება, ექსპერტები, პარლამენტი ერთად მოვინდომეთ. ამ წუთებში აჭარის მთავრობის სხდომა იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით ყველას. ვიდრე გადავალთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, მინდა შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, შევაჯამოთ მინდა იანვრის თვე, მიუხედავად ზამთრის სეზონისა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტში ადგილზე დეტალურად შევისწავლეთ, დავათვალიერეთ როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული საგანმანათლებლო სპორტული თუ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო ბათუმის მუნიციპალიტეტმა 2026 წლის ბოლოს. ჩვენ უკვე გვექნება ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი, რაც ყველას მოგვიხსენება, რომ დღევანდელი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიმედოვნებ, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დადებითად გადავჭრით. ასევე აღვნიშნავ, რომ პოზიტიურად წარმატებით შეიძლება ითქვას, თამამად დასრულდა ჩატარდა ციტრუსის სეზონი. საკოორდინაციო შტაბის ორთვიანი მუშაობა იყო ძალიან პროდუქტიული. საერთო ჯამში სეზონი განხორციელდა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის მოგეხსენებათ. მინდა აუცილებლად შევეხო რამდენიმე საკითხს მაღალმთიან რეგიონში, მაღალმთიან აჭარაში, უხვინალექისა და დითოლობის მიუხედავად ძალიან კოორდინირებულად და დაორგანიზებულად იწმინდება საავტომობილო გზები, როგორც გზების დეპარტამენტის, ასევე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე მუნიციპალური სამსახურების მიერ და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. აუღნიშნავ ასევე, რომ ძალიან წარმატებით, კარგად, აქტიურად მიმდინარეობს კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი, პოზიტიური დადებით დინამიკა გვაქვს ვიზიტორების მიმართულებით, ასევე დადებით დინამიკა გვაქვს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმროების მიმართულებით, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გზების მოწესრიგების სამუშაოებს ამ დროისათვის ნებისმიერ დროს მთელი სეზონის განმავლობაში დაუბრკოლების გარეშე იყო და არის დღესაც შესაძლებელი ხულოდან გოდერძის მიმართულებით გზა. ჩვენ ამ დროისთვის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და მუშაობთ აქტიურად. ახალციხიდან გოდერძის მიმართულებით საავტომობილო გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სათხილამურო სეზონისთვის ეს პრობლემა გვექნება აღმოფხვრილი, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს რეგიონს და გაზდის კიდევ უფრო პოტენციალს. ასევე კურორტ გოდერძიზე ვსაუბრობ და უნდა შევეხოთ აუცილებლად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამატებით საბაგირო გზის გაკეთება, რაც უფრო მიმზიდველს გახვდეს მოთხილამურეებისთვის და ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება. ეს მნიშვნელოვანი საკითხები გამოწვევები გვაქვს გოდერძის მიმართულებით. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობდა ეფექტურად ძალიან. სასტუმრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან კარგი ძროებია და კიდე მომდევნო კარგი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. დიდი ინტერესი აქვს იმ ინვესტორებს, მაგრამ ეს გამოწვევები რჩება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომდევნო წლებისთვის ეს პრობლემები მოგვარებული იყოს. გვაქვს ასევე სასიხარულო ძალიან პოზიტიური სიახლე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 100 წლის და კიდევ მეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთშერადი მატერიალური დახმარება გავზარდოთ 5000 ლარამდე და 2026 წელს შესაბამისად ჩვენი მოქალაქეები უკვე მიიღებენ მატერიალურ დახმარებას გაზრდილი ტარიფით და ბოლოს მინდა შევეხო ბოლო დროის ძალიან აქტუალურ თემას ქალაქ ბათუმში გოგოლის ქუჩაზე არსებულ შენობებთან არიან დგანა ჩვენი მოქალაქეები და ითხოვენ ფართების გადაცემას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პირადად მისი გადაწყვეტილებით აღნიშნული ფართები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მას არ ექნება არანაირი კომერციული დანიშნულება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით რეგიონში გვყავს 2000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი, რომლებსაც ჭირდება საცხოვრებელი სახლები და სწორედ ჩვენ უზრუნველყოფთ მან საცხოვრებელი სახლებით, გვყავს გაყვანილი ქირით და რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული ამისათვის. სწორედ ბატონი პრემიერის ინიციატივა მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ეს სოლიდური თანხები მივმართოთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, იქნება ეს კვლავ სოციალური თუ ჯანდაცვის პროექტები და ასე შემდეგ. მინდა ასევე მინდა აღვნიშნო უკაცრავად, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული შენობები არ გახლავთ საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ კეთილ მოვაწყობთ საცხოვრებლად ფართებს და მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს. ასევე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად თითოეულ განცხადებას განიხილავს, რა თქმა უნდა, დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებს. ეხლა მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მინდა ვთხოვო, რომ არ აყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ ბოლო დროის განმავლობაში ვრცელდება ამ მოვლენის ირგვლივ. სახელმწიფო არავის არ მისცემს შესაძლებელ საშუალებას, რომ თვითნებურად დაიკავოს ეს ფართები. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საკითხი მყავს კონტროლზე აყვანილი პირადად და აცხადებს სრული პასუხისმგებლობით, რომ აღნიშნული ჩართულია ყველა საჭირო სამსახური, დაწყებულია მუშაობა და აღნიშნული ფართები სრულად გამოყენებული იქნება სწორედ სოციალური მიზნებისთვის. ეს იყო ის საკითხები მნიშვნელოვანი, რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა.
პირდაპირ ეთერში უსმენდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70% გაიხსნა. ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის ფარგლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი. შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. შემცირებულია ასევე ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები. სტატისტიკური მონაცემებით ბოლო 1 წელიწადში ქვეყნიდან 1311 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, რაც აღემატება ბოლო 6 წლის განმავლობაში გაძევებულ უცხოელთა ჯამურ რაოდენობას. უპრეცედენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი და მან 70%-ს მიაღწია. გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით 87%-ით არის გაზრდილი ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი დადაფიქსირდა ისეთი ტიპის დანაშაულის გამოვლენის კუთხით, როგორიც არის მაგალითად ორგანიზებული დანაშაული, ასევე შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის და სხვა ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი. 2025 წელს კიდევ უფრო განვითარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა და დღეის მდგომარეობით სისტემაში ჩართული არის 9000 სხვადასხვა ტიპის ვიდეო კამერა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით მოეწყო დამატებით 658 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია და დღეის მდგომარეობით უკვე ქვეყნის მასშტაბით კონტროლდება 2327 კილომეტრის საავტომობილო გზა. მნიშვნელოვნად გაძლიერდა აღსრულების მექანიზმები, რომლის შედეგადაც 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა 1311 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც დაახლოებით 260%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება 2019-2024 წლებში ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელთა ჯამურ მაჩვენებელს და წარმოადგენს დაახლოებით 38%-იან ზრდას გასულ 6 წელთან შედარებით. აღნიშნული სტატისტიკა მიგრაციის დეპარტამენტში განხორციელებული სისტემური რეფორმების პირდაპირი შედეგია. კაიროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ახალ ისტორიულ მინიმუმზეა. განახლებული შეფასებით 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10.2%-მდე გაუმჯობესდა. 2023 წელს 9.6% გახდა, 2024 წლიდან კი 8%-ს გაუთანაბრდა, რაც საქართველოსთვის ახალი ისტორიული მინიმუმია. საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010-2012 წლებში იყო და 20% შეადგენდა. ჩვენ უახლოვდებით უმუშევრობის მინიმიზაციას და მიზნის შესრულებას, რომ უმუშევრობა იყოს 4% დონეზე, 5% დონეზე. ქვეყანაში ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მოხდება, რაც შეეხება ანალიზ წლების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს უმუშევრობისა იყო 2010-2012 წლებში, დაახლოებით 20%-ის დონეზე და 2.5-ჯერ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით. საქართველო აგრძელებს გამორჩეულ განვითარებას, უმუშევრობის შემცირებას, დასაქმების და ეკონომიკური სისტემების მატებას. უმუშევრობის შემცირებას ხელს უწყობს ის ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება და ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად ვსაუბრობთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის შემცირების მიმართულებით არაერთი რეფორმა არის დაინიცირებული, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის და ეფექტიანი ფუნქციონირება. თუ ნახავთ 2012 წელს, მასთან შედარებით 2-ჯერ და მეტჯერ არის დასაქმება გაზრდილი საქართველოში და მასთან შედარებით 2-ჯერ და მეტჯერ არის შემცირებული უმუშევრობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ წყობრი ნაბიჯებისა, რომელიც მთელი ამ უკანასკნელი 10 წლეულის მანძილზე გატარდა საქართველოში. აქტიური დასაქმების პოლიტიკა არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება. 2025 წლის დეკემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2% შეადგინა. მთლიანი წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7.5%-ით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე ტრანსპორტი და დასაწყობება და სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია გამოვლინდა მხოლოდ მშენებლობის სექტორში. 2025 წლის დეკემბერში საკოლის ექსპორტი გაიზარდა 22.5%-ით, აქვე მოგეხსენებათ, რომ 8.8% არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი. რეკორდული იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 4.7 მილიარდ $. მიაღწია და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მექანიზმებზე და ინიციატივებზე და რეფორმებზე, რომელიც საბოლოო ჯამში ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას მოემსახურება. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი ისევ იზრდება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატან ცვლილებებს დღეს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს. დოკუმენტი უკვე განიხილეს საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე. დღეს თბილისის საკრებულო განიხილავს ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას. საფინანსო საბიუჯეტო კომისია დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტს. ბიუჯეტი არის 300 მილიონი ლარით გაზრდილი და შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი არის წარმოდგენილი დღეს დედაქალაქის საკრებულოში. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის უცვლელი, დაახლოებით 300 მილიონი ლარით იქნება დამატებითი თანხები დაიხარჯება ჩვენს ქალაქში. ეს გახლავთ რაიონული ბიუჯეტი, გამგეობების, ასევე კეთილმოწყობის სამუშაოები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში ჩვენ 17 მილიონი ლარით არის გაზრდილი ბიუჯეტი და ასევე ერთი ახალი პროგრამა ემატება, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ფართების გამოსყიდვის პროგრამა. პირველი ბლოკმატარებელი ფოთის ტერმინალში საზეიმო ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკმატარებელი დაინიშნა, რაც ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ორ ნავსადგურს შორის ბლოკმატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს და ხელს შეუწყობს შუა დერეფანში საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მიმზიდველს და მოთხოვნაც გახდის. ეს მოუტან საქართველოს რკინიგზას დამატებით კონტეინერებს, დამატებით მოცულობით ტვირთებს, შესაბამისად როგორც ასევე ტვირთფლობელებს და საკონტეინერო ხაზებისთვის არის მნიშვნელოვანი და მეტი კომფორტი მათთვის, იმიტომ რომ წინასწარ იქნება განსაზღვრული გრაფიკები, როდის გავა ფოთიდან და როდის ჩავა ბაქოში. ასევე ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ დროს, რაც დღეს არსებული დრო არის ფოთიდან ბაქოს მიმართულებით და ეს ფაქტობრივად დაახლოებით გავანახევრებთ იმ დროს, რაც აქამდე ქონდა. დღეს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად დავნიშნეთ პირველი ბლოკმატარებელი ფოთიდან ბაქოს მიმართულებით. მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს. ეს დღე მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარების კიდევ ერთი დადასტურებაა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებში ასამდექვე პროგრამა მოქმედდა. სამინისტროების განახლებული პროგრამები აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ ვამტკიცებთ პროგრამებს, რომელიც 2026 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედება. საუბარია ყველა მიმართულებით იმ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ წლის განმავლობაში. ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ნდობის აღდგენა და შერიგება და სოფლის მეურნეობის მიმართულება, ყველა ის მიმართულებები, რომელიც ჩვენი კომპეტენცია და მანდატია. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები ამოქმედდა. პროგრამული ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდამ შესაძლებლობა მოგცა არსებული ქვეპროგრამის ფარგლებში თითქმის ყველა მიმართულებით დაფინანსების ლიმიტები გაგვეზარდა დაახლოებით 30%-ით. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.